მოგესალმებით მეგობრებო. გილოცავთ დამლექშობა ახალწელს. ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ, რომ სახლში, თბილად, ოჯახში ჩვენ ახლობლებთან ერთად ხვდებით ახალწელს, მაგრამ წლევანდელი წელი ცოტა გასხვავებულია. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. კარგია, რომ გუშთავაზე ხვდებით ყველანი ახალწელს, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ, ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება, ჩემთან ერთად გდანის ციხესთან შევხვდეთ, რადგან ვაგრძნობიერებთ ჩვენს გმირებს, ჩვენ ახალგაზრდა მიჩებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც დაპატიმრებულები არიან იმისთვის, რომ უხართ საქართველოს და იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის. მდუმარი აქციით შევხვდეთ იქ ახალწელს. მე უკვე გამომეხმაურა 80-90 ადამიანი, ვინც მოდიან იქ. რა თქმა უნდა, გაიქნებოდა ყველა ციხეებთან ყოფილიყო ეგეთი მდუმარი აქცია, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ უნდა ეს უნდა იყოს სიმბოლური და არ არის აუცილებელი, რომ ყველგან გაიმართოს ეს აქცია. სიმბოლურად გდანის ციხესთან შევიკრიბოთ, თუნდაც ცოტა აღდება 15 წუთი და უკვე ახალწელს პირველი 15 წუთზე დავთვალოთ ეს აქცია. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება, რომ იცნო ბიჭებმა, რომ მარტო არ არიან და ტყუილ არზიან ციხეში. ერთი რამ უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. თავარი ეხლა ჩვენ ვიყავთ ერთად, ხნეთ, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და იმ ბიჭებსაც, იმ ჩვენ გმირებს, რომლებიც ეხლა უდანაშაულო ხალხი, მარტო იმიტომ, რომ საქართველოსთვის იბრძვიან და უყვართ თავისი ქვეყანა, ისინი ზიან ციხეში და ვის მიერ ხვდებით, ვის მიერ არიან ჩასმულები ისე. ისე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს, შემდეგ ყველანი წავიდეთ რუსთაველზე, რა თქმა უნდა, შევერთდეთ იმ დიდ ზეიმს, რასაც ქვია ჩვენი რუსთაველზე გამოსვლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა და სანამ ერთად ვართ, ჩვენ ვერავინ ვერ მოგერება. გილოცავთ შობა ახალწელს.